შემდეგ უთხრა მათ. ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა. უმცროსმა უთხრა მამას. მამა, მომეცი ჩემი წილისაკუთრება. მანაც გაუყო შვილებს ქონება. მოგვიანებით, არც ისეთ დიდი ხნის შემდეგ, უმცროსმა ვაჟმა მოაგროვა ყველაფერი, შორეულ ქვეყანაში წავიდა და თავისი ქონება აღვირახსნილი ცხოვრებით გაფლანგა. მამამ უთხრა: შვილო, შენ ყოველთვის ჩემთანა ხარ და რაც მაქვს, ყველაფერი შენია, მაგრამ უნდა ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, რადგან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. ხო გითხარი, დეივ, კარგად გამოგივაბედქი. ცოცხალი ხარ? მერე რა. ადექი ძამიკო, საუზმემდე? კიბის გადატანაში დამეხმარე. ბოდიში, დღეს ვერა ძმაო. Hey James, მარტო რატო წვალო? მოიცა მოგეხმარო. მარტო ვწვალო, ბაბარა. ვინც უნდა მომხმარებოდა არ მოგზანდა. შენი ძმა ქალაქში მიდის გასაუბრებაზე სამუშაოსთვის. სამუშაოსთვის რა თუნდა? საიდან მოიფიქრა? წუხელ გვითხრა მე და დედა შენს. ფიქრობ გეგმაში ზუსტად ჩავეტევით. აჰა. კარგი. კარგი. ხოდა 50% თვის ბოლოს. ძალიან კარგი. წასასვლელი. ჯონს ვთხოვ რომ ამის გასარკვევად გადმოგირეკოთ. არაფერს. აბა კარგად. დე, უნდა წავიდე. ჩვენთან ერთად არის საუზმე? არა, ვერ დავრჩები. ჯონ, კროუფორდები დაგვთანხმდნენ ამ თანხაზე. კარგია. გამარჯობა. Hey David, არის საუზმე? არა, უნდა წავიდე. საუზმე თითქმის მზადაა. David, სანამწახვალ მინდა დაგელაპარაკო. ხო, დარჩი ცოტა ხანი. დავსხდეთ, ვილაპარაკოთ ამინძე. ან იმაზე, როგორ უმალა უფრო ძმას, სხვა სამუშაოს რომ ეძებ. ბოდიში, არ ვიცოდი რომ შენგან უნდა ამეღო ნებართვა. დაგავიწყდა სადმუშაო. ჩვენი ოჯახის სამშენებლო ბიზნესი, შენს გაქვს შენი წილი პასუხისმგებლობა ჩვენს ბიზნესში. ბოლოს და ბოლოს 6 თვიანი საქმე ავიღეთ. ჯონ, გეხვეწები მოურიე რა. ჯერ ერთი ეს მხოლოდ გასაუბრებაა და მუშაობა არ დამიწყია. მეორეც იქნებ არ მინდა მთელი ცხოვრება ჩაქუჩში ვაკაკუნო. მერე, მაგაში ცუდი რა არის? არაფერი. უბრალოდ მინდა ჩემით მივაღწიო რამეს. უფრო დამოუკიდებელი გავხდე. David, ხომ გითხარი რომ მალე დამოუკიდებელ სამუშაოს მოგანდობ? კარგად მუშაობ და დღითი დღე უკეთ გამოგდის. რა არის ამისთანა ეს შენი საოცნებო სამუშაო? ერთი ვებ-მარკეტინგის კომპანიაა ქალაქში. ვებ-მარკეტინგი? მერე შენ მაგისი რა გესმის? ბევრი არაფერი, ერთი პროექტისთვის ხალხი სჭირდებათ. ელმა გამიწია რეკომენდაცია. უნდა შევხვდე რომ წინასწარ დამარიგოს. ვინ უნდა დაგარიგოს? ელ ფილიპსმა? არ მითხრა რომ ისევ მაგ მაჩანჩალასთან დაიწყე მეგობრობა. სულაც არ არის მაჩანჩალა. 2 წელია ამ კომპანიაში მუშაობს და უკვე მენეჯერია. ბოდიში, სულიერად მაჩანჩალა უნდა მეთქვა. იცი რა, ჯეიმს, ძალიან მიკვირს, როგორ ახერხებ ერთდროულად. დურგალიც იყო და მოსამართლეც. კარგი. ჭამის დროა. მოდი საყვარელო დღევანდელი მუხლი განვიხილოთ და დავაპუროთ ჩვენი ცელქები. ახლავე მოვდივარ. დე, მამა,
ბოდიში, მაგრამ წასასვლელი ვარ. მერე წავიკითხავ. ცოტა ნერვიულობ და ადრე მინდა მივიდე. კარგი, მაშინ ჯობია წახვიდე. მაგრამ სანამ რამეზე დათანხმდები, ჯერ დავილაპარაკოთ. კარგი? აუცილებლად, მა. ეს მხოლოდ გასაუბრებაა. კარგი. რაღაც ხომ უნდა ჭამო. ხომ გახსოვს საღამოს ჯერ რომ გიყვარს ისე უნდა შევწა ხორცი. აუ რა მაგარია. მადლობა დე. მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. აბა შენიცი შვილო. გახსოვს საღამოს დავალება გაქვს. კი, უკვე მოვამზადე. მართლა რომ დაიწყოს მუშაობა? მისცემ უფლებას რომ ამხელა საქმე შეგვატოვოს. მე მგონი არ ღირს იმაზე ნერვიულობა, რაც ჯერ არ მომხდარა. თანაც ჩემთან მუშაობას ვერც მას და ვერც შენ ვერ გაიძულებთ. მა, მე შენთან მინდა მუშაობა. მადლობა შვილო. მოდი დღევანდელი მუხლი განვიხილოთ. ცუდად არ გამიგო. მე კი მიხარია ეს შანსი რომ მომეცა, მაგრამ ჩემებს არ უხარიათ. როგორ უყვა შენ ძმას ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა? თუ არ მოეშვა, გული დაარტყამს ან რამე დაემართება. ნუ გეშინია, არაფერი მოუვა. მშობლებზე ვნერვიულობ. არ უნდათ ოჯახური ბიზნესი მივატოვო. მამა ჩემს ეჭვიეპარება ჩემი გადაწყვეტილების ისტორიაში. ყველა მშობელი ეგრეა. არავის არ უნდა შვილების გაშვება. გავა დრო, შენი მშობლები დაბერდებიან და არაფრის თავი აღარ ექნებათ. ოჯახური ბიზნესის ჩაფლავდება და მეერე დააფასებენ მათ შვილს სტაბილური სამუშაო რომ ექნება წარმატებულ კომპანიაში. კაი რა. ეგრეა. აი მოვედით. ვა, მთელი შენობა? არა, მარტო 2 სართული. შენი აზრით მაქვს შანსი? რა თქმა უნდა. ჩემთან არის. ყველას არ უშვებენ შიგნით. მოდი აბა გავიმეოროთ. შენი ძლიერი მხარეები დაანახე რომ კარგი მუშა ხარ, კონტაქტური, სწრაფად ითვისებ და საქმის კაცი ხარ. გავიგებ. ასე უთხარი, დიახ სერ, ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭიროა სერ, როგორც თქვენი თქვით და ასეთი რამეები. კაი, კაი. ლიფტი გააჩერეთ რა. პირდაპირ გეტყვი. არ გაქვს გამოცდილება არც ვებ მარკეტინგში და არც ზოგადად ამ სფეროში. დიახ სერ, მაგრამ ძალიან სწრაფად ვითვისებ. გამოუცდელი ხარ, მაგრამ მომწონ ხარ. შენი საუბრის მანერა და დამოკიდებულება მომწონს. გმადლობ სერ, დიდი მადლობა. შენ სამშენებლო ფირმაში დღეში რამდენ საათს მუშაობდი? ძირითადად 8-ს, ზოგჯერ ნაკლებს. საქმიან კვირაზე რას ფიქრობ? დიახ, პრობლემა არ არის. ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭიროა. როგორც თქვენ იტყვით. დიახ, ახალი შეგაერთოთ. გამარჯობა ნიკოლა. გამარჯობა. ჩემთვის დატოვეს რამე. კი, ეს დატოვეს. მადლობა. ტრუნორსი გისმენთ. დეივიდ, მოდი ერთი წუთი. რაღაც უნდა გითხრა. მოიცა გამოვიცნობ. საკმარისი გამოცდილება არ მაქვს, არა? მართალია, არ გაქვს. მაგრამ ეგ არაფერი. უფროს მოეწონე. შენ საყვანა საპირე. არ არსებობს, მართლა? უფრო მაგარს გეტყვი. შენ ჩემს გუნდში იქნები, ასე რომ მე უნდა მოგამზადო. სერიოზულად? ო, ასე რომ დღეიდან შეგიძლია სერ დამიძახო. ეგრე იყოს. წამოგელოდება. კაი. მაგრამ მოიცა? რა იყო? რას ფიქრობ? პასუხი ხვალ რო უთხრა უფროს. ეგ ძალიან ცუდი აზრია. ვიცი, მაგრამ მამა ჩემმა მთხოვა წინასწარ მითხარი, სანამ რამეს დათანხმდება. რა არის აქ სალაპარაკო? შენ გარდა 1000 კაცს უნდა ეს სამუშაო. ვიცი, და მეც მინდა. თუ გინდა, მაშინ ნუ აძლევ მათ იმის ნებას, რომ თავის ჭკუაზე გატარონ. ტყუილად ნუ განიცდი ძმაო. შენ რა, ის გინდა რომ მთელი ცხოვრება ვიღაცების სახურავებს აკეთებდე? შენ ალბათ მართალი ხარ. აბა რა, მე ყოველთვის მართალი ვარ. წამოდი მივიდეთ, სანამ გადაუფიქრებია შენი აყვანა. კარგი, წავედით. ეს უკვე მომწონს. ერთადერთი შემიძლია პროექტის ასისტენტობა შემოგთავაზო.
დამატებით დეტალებს მერე გაიგებ, როცა ხელშეკრულებას მოაწერ ხელს. ჯერჯერობით კი კომპანიას ამით გაეცანი. დიდი მადლობა ნდობისთვის, მისტერ ბენსონ. მე ძალიან ვაფასებ თქვენს ნდობას. იმედს არ გაგიცრუებთ. ძალიან კარგი. გააქვს კითხვები? მხოლოდ ერთი. ყოველ კვირა შეხვედრები მაქვს. უკაცრავად? დიახ, ჯინ ვებერია მეორე ხაზზე. მადლობა. მისმინე, ზარს უნდა ვუპასუხო. რაღაც გონდა სათქმელი. არა, არაფერი, მოიცდის. ძალიან კარგი. ელ. აჩვენე დეივიდ საკაურობა. კადრების განყოფილებაშიც გააფორმებინე. კეთილი იყოს შენი მობრძანება თრუნორსში. გმადლობთ, მისტერ ბენსონ. მეგობარო, ამიერიდან ეს შენი მეორე სახლი იქნება. მოდი გაჩვენებ სად რა არის. იქით მენეჯერების ოფისია. მათ შორის ჩემიც. ეს კი ჩვენი სკა არის. მუშაფუთხრები აქ სხედან. აქედან იმართება საძიებო სისტემა, გაყიდვები, აქვე არიან ანალიტიკოსები, გრაფიკოსები და სხვაები. ჰეი, უიუ, ჩემი კომპიუტერი ჭედავს. მალევე შემოირბინე და ნახე რა შირს. ჯერ ეს ერთი ელ, შენ ჩემი უფროსი არ ხარ. მეორე, მაშინ მივხედავ, როცა მოვიცლი. და მესამე, შენი კომპიუტერი არ გაჭედავდა, რაც საჭირო არ არის იმას რომ არ იწერდე. გასაგებია? კაი, როცა მოიცლი მერე გააკეთე. კომპიუტერულ განყოფილებას ავიწყდება, რისთვის არიან აქ. ეს ჩვენი სასადილოა. ეს კი ჩემი კარგი მეგობრის ადგილია. ვის გულისხმობ? მოდი დაჯექი ძმაო. აუ, არ მჯერა. ეს მართლა ჩემი ადგილია? აქ ხარ და ესე ჩვენია. პრობლემა ისაა, რომ აზრზე არა ვარ რა უნდა გავაკეთო. მოგეშინია, მე დაგეხმარები. ერთი კითხვა მაქვს. საქმიან კვირას რას ეძახით? უბრალოდ დამატებით საათებს მუშაობ ანაზღაურების გარეშე. ასე ხშირად მუშაობთ? ეს ვადებზეა დამოკიდებული. წამოსხვევიც მინდა გაგაცნო. აბსოლუტურად არარეალური თარიღია. ვინ საქმეს აკეთებს იმ ხალხს, რატომ არაფერს ეკითხებიან? მესმის. გასაგებია. კარგი. ვივიან ძვირფასო, გცალია ერთი წუთით. მინდა ვიღაც გაგაცნო. მართლა? ეს ვივიან ჩენია, ჩვენი პროექტის კოორდინატორი. ვივეს კი? მოიცა, დეივიდ პარკერი. ელის ძველი მეგობარი, ჩვენი ახალი ასისტენტი. იმ კვირიდან იწყებ ხომ? როგორც იქნა გაგიცანი. ვა, აქ ახალი ამბების რაფად ვრცელდება. უკვე 2 კვირაა ელი გაქებს და გადიდებს. ვიღაც წმინდას ველოდებოდი. სასიამოვნოა შენი გაცნობა, ვივიან. არც ისეთი წმინდანია. რა მოხდა, ცოტა გავაზვიადე. ვივ, ბოთი ხელი შეგიშალეთ. აი მონახაზები. ჰაი ელ. ჰეი, ტეილორ. როგორ ჩანს დაბრუნდი შვებულებიდან? როგორ დაისვენე? აუ, არ მკითხო რა. ყველა კაცი არასერიოზულია, თუ ისინი ვისაც მე ხვდებოდი. ეგეთებთან საქმე არ მაქვს. ტეილორ, გაიცანი დეივიდ პარკერი, ჩვენი ახალი ასისტენტი. ყველაზე სერიოზული კაცი. სასიამოვნოა, დეივიდ. ჩემთვისაც ტეილორ, წერან გიყურებდი. უпроსორად დერეფანში დაგინახე, როცა გასაუბრებას ველოდები. იმის თქმა დაგავიწყდა, რომ მოთვალთვალეც ყოფილა. თანაც სერიოზული მოთვალთვალე. ასეც ჯერ რა შეხვედრი ვარ. თქვენგან კარგი გუნდი გამოვა. მოთვალთვალე და პროფესიონალი მოარშიყე. კრეატიულში მუშაობს. ხო, მართლა, გილოცავ ახალ სამუშაოს. ფიქრობ, კარგად ვითანამშრომლებთ. მეგონა დავილაპარაკებდით, სანამ რამეს დასთანხმდებოდი. ახლა კი მეუბნები, რომ იქითა კვირიდან მუშაობას იწყებ. არ მეგონა, რომ ეგრევე შემომთავაზებდნენ სამუშაოს. საერთოდ არ მეგონა მუშაობას თუ დავიწყებდი. არ შეგეძლო 1-2 დღე მოგეცადა. ელს კი უთხარი, მაგრამ მითხრა ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვაო. გასაგებია, ელ ფილიპსი. სხვა რატომ გიგირსო დავთანხმდი? სრულიად გამოუცდელ შემომთავაზეს სამუშაო. იცი რამდენი მივიდა გასაუბრებაზე. რაღაც უნდა დავლოდებოდი. მამამ რომ გთხოვა, შენ ხომ არ დაგავიწყდა ვინ გასმევს და ვინ გაჭმევს? ჯეიმს, გთხოვ. ხომ იცი, ძალიან მინდა ჩვენს ბიზნესში დარჩე. შენი დაკარგვა არ მინდა. მაგრამ თუ გინდა სხვა რამ აკეთო, ხელს არ შეგიშლი. მაგრამ გიფიქრია, რის ფასად დაგიждდება ეს? როგორ იმოქმედებს ეს შენ სულიერობაზე? არ ამგონია ცუდად იმოქმედოს. იმაზე თუ გიფიქრია, რამდენ დროს წაიღებს გზა? პიკის საათებში ქალაქში სიარული ადვილი არ გეგონოს. მას ეს სხვა ძმებიც ხომ დადიან. რამდენ დროს წაიღებს შენი სამუშაო? შეძლებ კრებებზე დასწრებას, დამხმარე პიონერობას. დამხმარეობაზე რა გითხრა, მაგრამ კრებებზე ალბათ ვივლი. რას ქვია ალბათ?
რა არაფერი გითქვამს კრებებზე? ისე რომ იცოდე, მე დედას და მამას ველაპარაკები. მა დამიჯერე, ბევრი არაფერი შეიცვლება. ხო, ეს გასაგებია. მაგრამ პიონერობის დაწყებას რომ აპირებდი, ამისთვის თქვენს ანგარიშზე ხომ თანხა შევინახეთ. მესმის, რომ თქვენ ჩემზე გული შეგთქივათ, მაგრამ უკვე 21 წლის ვარ. მინახავს ზოგი ძმა როგორ ჩაითრია სამუშაო. იეჰოვასთვის არც დრო რჩებათ, არც ენერგია. უბრალოდ მინდა ამ ყველაფერზე წინასწარ კარგად იფიქრო, დეივიდ. ხომ გახსოვს, რას ამბობს ხოლმე მამა შენი? ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. ვიცი დე. ვიცი. მე ვფიქრობ ამაზე. იცი ძალიან მინდა ეს სამუშაო. გეხვეწებით ჩემზე ნუ დარდობთ. მე ხომ ჭეშმარიტებას არ ვტოვებ. რა თქმა უნდა, არა. გადაიღე კიდევ რამე. კრებამდე მინდა რომ კიდევ გადავხედოთ ჩემს თემას. კარგი წადი. ახლა რა უნდა ვქნათ? გამოსავალს ვნახავთ. ძმა უნდა ვიპოვოთ, ვინც სამუშაოს ეძებს. ედ ბრუსტერი კარგი დურგალია. მართალი ხარ, დაურეკავ. მამა, ძალიან მაფიქრებს დეივიდის სამუშაო. ადრე თუ გვიან ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ამ სიტუაციაში აჯობებს დეივიდს გვერდში ამოუდგეთ. რაც თავი მახსოვს, სულ მაგას უდგავარ გვერდში. ძალიან ნერვიულობ ჩვენს ბიჭებზე. ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაგრამ ორივე მშრომელია. კარგი გული აქვთ. და მჯერა რომ უყვართ იეჰოვა. ყველაფერი დაალაგდება. დრო სჭირდებათ. მოდი ვილოცოთ ამაზე. დიეგო, აქ სირბილი არ შეიძლება. შაბათს იყოს. განმეორებით მონახულებებზე წავიდეთ. ბიბლიიდან ძალიან საინტერესო აზრი აღნიშნე. მადლობა ძმაო. სკოლაში რა ხდება? ვა, რა მაგარია. ესე იგი შემდეგი კვირიდან იწყება. ხო, მიხარია. დიდი კომპანიაა. თან ფართოვდება. ნამდვილად ვერ ვიჯერებ, რომ სამსახურში ამიყვანეს. დეივიდ, ძალიან მომეწონა შენი მოხსენება. ოჩახ. მადლობა ძმაო. ელი მეუბნება რომ თავარია იქ ვარ და წარმატებები მერე იქნება. თქვენს ბიზნესზე გული არ წყდება? ნეტა ერთი, მორჩა ხიჭვები, ჩაქუჩის თითში ჩარტყმა. უფრო სიძმის მუდმივი კონტროლი. რაზე უნდა დამწყდეს გული? თან იცით რა მაგარ ხალხში უნდა ვიმუშაო. ნეტავს სად ბრძანდებოდა შენი მეგობარი ელი. როგორც ვიცი, კრებაზე არა. რა? ელი რამ გაგახსენა? ვიცი რომ გიხარია ახალი სამუშაო. ერთი სული გაქვს, როდის დააღწევ თავს შავი მუშების მუდმივ კონტროლს. გავიგონე დღეს რაც თქვი. თუ ჩვენთან არ გინდა მუშაობა, კი ბატონო. მაგრამ ჯობ და მაგის მაგიერ სხვასთან დაგეჭირა საქმე. მომისმინე? ელი შეიძლება შენ სტანდარტებში არ ჯდება, მაგრამ მონათლული ძმა და ჩემი მეგობარია. ჩემი გულისთვის თავი არ დაზოგა. შენ მაგაზე ნუიდარდებ. თორემ გული დაგარტყავს, ან სხვა რამე დაგემართება. ახლა რაღაცეები უნდა წავიკითხო ჩემს ახალ კომპანიაზე. ხო, მაინც ფრთხილად იყავი, კარგი? კარგი, მადლობა რჩევისთვის. შეგიძლია რომ გახვალ კარი გაიხურო. კარგი, გავაგრძელოთ. გონი ყველამ გაიგონა რაც თქვი. მათთვის ვისაც ეძინა და ახლა გამოფხიზლდა ვიმეორებ. გაყიდვების განყოფილებამ გლობალ პროპთან დიდ წარმატებას მიაღწია. ასე რომ ჩვენ შევძელით მათთან კონტრაქტის გაფორმება. მინდა შევაქო ის თანამშრომლები, რომლებმაც ამ პროექტზე იმუშავეს. გაყიდვების განყოფილების თქმით, პრეზენტაცია უმაღლესი დონის იყო. ხალხო მაგრები ხართ. ახლა ყველაზე საინტერესო ნაწილზე გადავიდეთ.
კლიენტის საბოლოო ვარიანტს ითხოვს 2 კვირაში. და პროექტის დასრულებას 4 თვეში. ვიცი და ეს არც მე მიხარია. პროექტი სერიოზულია. სათაო ოფისი დიდ ფულს დებს ამაში და ჩვენ თავი უნდა ვისახელოთ. ეს საქმე პრიორიტეტულია. თქვენ პროფესიონალები ხართ და ამას შეძლებთ. რას ფიქრობთ? შევუტიოთ? შევუტიოთ. Hey, David. აბა როგორ ხარ? კარგად. დღემ როგორ ჩაიარა? შვენივრად. აბა თქვენ იცით. დეივიდ, ადე წამო ვითამაშოთ. ვერა საქმე მაქვს. კარგი. მიდი ჯეიმს, წაგვიკითხე. ჰეი, გაიღვიძე. ბოდიში. ძმაო, სარს უნდა ვუპასუხო. დიახ. თავისი წმინდა მკლავით მოიპოვა ხსნა. იეჰოვამ ცნობილი გახადა თავისი ხსნა. ხალხების თვალწინ გამოავლინა. დეივიდ, გამაგებინო რა ხდება? კარგი რა მამა, პირადი შესწავლა მაქვს. კრებებზე დავდივარ. ზოგჯერ კი ვიცი, მაგრამ შენ ნახე, აქცენტიან მიხარია. ანარქი ხარია, როდესაც მე სასიამოვნო ჯეიმს, ისევ აქ ხარ? ხო, ხვალისთვის მზად უნდა იყოს. მაგ ძველმა ჩაქუჩმა ისევ გაჭედა, არა? ამ კვირაში უკვე მესამე. ვიცი. მილიონჯერ მომეცია მაგის გაკეთება. რატომ არ ყიდულობს მამა ახალს? ხომ იცი როგორ უყურს, უამისოდ ვერძლებს. მგონი ეს მისი პირველი ჩაქუჩია. შეიძლება. შენაშვები, ისევ გვიანობამდე გამუშავეს? ხო, მასეა. სერიოზული კლიენტის პროექტზე მუშაობთ. თავს ვაკლავთ, რომ არარეალურ ვადებში ჩავედიოთ და კლიენტთა მომსახურების განყოფილება არ გავანაწყინოთ. ძნელია. გაამართლა მაგ სამუშაომ შენი მოლოდინი. სიმართლე გითხრა, წარმოდგენა არ მქონდა. როგორი იქნებოდა? მომწონს ახალ გარემოში მუშაობა და ახლის კეთება. იცი რა მაგარია საერთო პროექტზე სხვებთან თანამშრომლობა. შეიძლება ერთხელაც მომბეზრდეს. არ ვიცი. მაგრამ ახლა ძალიან მომწონს და ბედნიერი ვარ. ხო, შენ კარგად გაართმევ თავს. დარწმუნებული ვარ, საუკეთესო ხარ. მადლობა. ისე თუ ოდესმე რეკომენდაცია დაგჭირდა. არა, გმადლობთ. ღმერთმა დამიფაროს. მაგ ლომების ხაროში რა მინდა? კარგი. მოკლედ, წავედი დასაძინებლად. რამდენიმე საათში ისევ გასაქცევი ვიქნები. დილით გნახავ. მოიცა დეივიდ. რაღაც მინდა გკითხო. გისმენ.
რა ხდება გამაგებინე? რა უნდა ხდებოდეს, რას გულისხმობ? რას და ამ დამატებით სამუშაოს, რომელიც გწურავს. ხალხი ვისანაც მუშაობ, ეს კარგს არაფერს მოგიტანს. ვეღარ გცნობ. იცი? წუთის წინ მართლა მეგონა, რომ ჩემი ამბები გაინტერესებდა. მე მართლა მაინტერესებს შენი ამბები. მაგიტომაც ვნერვიულობ. ოდან უნერვიულობ. სანერვიულო არაფერი გაქვს. შვენივრად ვარ. შვენივრად? ორ თვეში 6 ჯერ გააცინე კრება და 3 შაბათ-კვირა მსახურებაში არ გახვედი. შენ რა მithვლი? კიდევ რას მეტყვი, დეტექტივო? ხო, კიდევ იმას გეტყვი, რომ აღარ ემზადები საგუშაგოსთვის. კომენტარებსაც თითქმის არ აკეთებ. პირზე მხოლოდ სამუშაო გაკერია. შენ იცი ეს რას ნიშნავს? თანდათან ელ ფილიპს ემსგავსები. ელს რას გადაეკიდე? მე გაფრთხილებდი და ჩემი სიტყვები მართლდება. არ ვიცოდი, რომ წინასწარ მეტყველიც ყოფილხარ. ის თუ იცოდი, რომ შენი ძმა ვარ, რომელსაც ყოველთვის შესწკივა შენზე გული და შენს დაცვაზე ფიქრობს. ფარველო. მიდი, დამცინე. არ მესმის რა ნახე ამ ბიჭში ასეთი. შენ რა მაგის გშურს? ელის შურს? გაგიჟდი? შურს და თანაც როგორ? ელს შეიგან გასხოვებით ცხოვრება უხარია. ბევრი მეგობარი ყავს. ბედნიერია და წარმატებული. კრებაში ყველას მოსწონდა, სანამ მისი ლანძღვა არ დაიწყეს შენაირებმა. ჩემნაირებმა? დიახ, შენაირმა კომპლექსიანებმა და ვითომ და სამართლიანებმა. მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ ვიწრო გზით ვიარო. შენ კი ამ დროს ფართო გზაზე დასეირნობ და ოცნებობ დიდი ვინმე გახდე. მაგისაც გშურს არა? ეგ ღამაკლია. ღმერთის ვარში სწორად მინდა მოვიქცე და შენც იმავეს გირჩევ. შენ მარტო შენ თავზე ფიქრობ. ოხ, შენ პატარა გოგლოჩინა. რაც გინდა ის გიქნია. ჩემი აზრი არ გაინტერესებს. არც დედის და მამის. და არც იეჰოვას აზრი. შენი საქმისა შენიც. როგორც იქნა შეიგნე. შენ თუ შეიგნე რამე. ნეტა ვისი იმედი გაქვს. მაგჭაობიდან ვინა მოგიყვანს. ჩემი იმედი არ გქონდეს. მორჩა, მე ხელები დამიბანია. იცი ყველაზე ძალიან დედაზე და მამაზე მტკივა გული. წავალ დავწვევი. მე შენთვის კარგი მინდოდა. კარგი მინდოდა. ყოველთვის ასე მუშაობთ? კი, თითქმის. გაყიდვების განყოფილება ახალ კლიენტებს აუცრებებს პირდება. მადლობა. მადლობა. მე უფროსი ლექციას წაგვიკითხავს, რომ ამის გაკეთება გადაუდებელია ჩვენი ფილიალისთვის. მე კი ყველაფერი უნდა მოვასწროთ. თავის დროზე და მინიმალური ხარჯებით, არა? სწრაფად ითვისებ. თუ საჭირო გახდა, მაიკი კიდევ ერთ ლექციას წაგვიკითხავს. ისე ცუდი კაცი არ ჩანს. კი, ოღონდ სანამ საათაოფისი კმაყოფილია. მაიკი ჯერ კომპანიისთვის არის კარგი, მერე სხვებისთვის. აჰა, ხო. შვიდობაა? შვიდობაა, კი. ჩემი ყოფილი შეყვარებულია. ბოდიში. მაგ ბიჭზე ხომ არ ლაპარაკობდი პირველად რომ შევხვდით. კარგი მეხსიერება ქონია. ხო, მორიგო უიღბლო სიყვარულის ისტორიაა. გოგოს გულში ჩაუვარდება ერთი ბიჭი, ბიჭი ღალატობს, ისინი შორდებიან და მერე ბიჭი მასთან დაბრუნებას ცდილობს. ტეილორ, არც ისე დიდი ხანია გიცნობ. მაგრამ გონია რომ შენ ბევრად მეც იმსახურებ. მადლობა. გეთანხმები. შენ ჩემზე ბევრი იცი. მე შენზე მხოლოდ ის ვიცი, რომ ელთან ერთად გაიზარდე, დურგლად მუშაობდი. კარგი ბიჭი ხარ და არ იგინები.
მომიყევი რამე შენზე. მეტი რა გითხრა? შენ ყველაფერი თქვი. მიდი რა. მოსაყოლი ბევრი არაფერია. მამა ჩემის ფირმაში მუშაობა დავიწყეთ 16 წლის რო ვიყავი. პარკერებს კერძო სამშენებლო ფირმა გვაქვს. მოწინავე ფირმა, რომელსაც საფუძველი ჩაიყარა ჩვენს პატარა გარაჟში. ჩვენი სამშენებლო ფირმის თანამშრომლები არიან მამა ჩემი, დედა ჩემი და უფროსი ძმა. ფირმის დევიზია. ჩვენ არ გვაშინებს სამუშაო. რა გინდა, კარგი გუნდი ყოფილხართ. კი, იცი რა, უბრალოდ სიახლე მინდოდა. ამიტომაც შევიცვალე სამუშაო. გასაგებია, მაგრამ ის როგორ ახსნათ თურგალი ბიჭი რომ არ იგინება. ხო, მე მორწმუნე ოჯახში გავიზარდე. ბავშვობიდან ბიბლიას ვსწავლობთ. რომელი სარწმუნოების ხარ? ქრისტიანი ვარ. ხო, მაგრამ რომელ ეკლესიაში დადიხარ? ჩვენი იეჰოვას მოწმეები ვართ. მართლა? ჩემ სკოლაში ერთი გოგო იყო იეჰოვას მოწმე. ისე კი ღრმად ქონდა შეტოპილი. სოკი დასცინოდა. სიმართლე გითხრა, ამ სარწმუნოებაზე ბევრი არაფერი ვიცი. თუ არ დაუბრუნდებით, ცოტა ხანში ელი ჩვენზე ძებნას გამოაცხადებს. ახლა ეგ გაგვაკლია. ხო. ეს ჩვენი პროექტისთვისა? როგორ ჩაიარა შესვენება? კარგად. რატომ მეკითხები? მოგწონს არა, ტეილორი? ყავა დავლიეთ, სულ ეს იყო. ო, ყველაფერი ყავით იწყება. ახლა თუ არ გეწყინება, უნდა ვიმუშაო. იცი, ჩემო რომეო, შენთვის ახალი ამბავი მაქვს. მოდი, იქით ოთახში გავიდეთ. აბა, რა ახალი ამბავი უნდა მითხრა? გახსოვს ჩემი ბიძაშვილი არნო? კი, როგორ არა, აქვე რომ ცხოვრობს. ო, და დამირეკა და მითხრა, რომ მისი ვინიდან ორი კაცი წავიდა. მერე? მერე ის, რომ ორს ეძებს მასთან რომ იცხოვროს. მერე? რაღა მერე, ვერ ხვდები? ორი ოთახია და ორი კაცია საჭირო. აქვე ყურის ძირშია. მაგრამ ეგ ძვირის სიამოვნებაა. ამას არ უნდა ბევრი ფიქრი. შენ ფიქრობ, რომ ღირს არნოსთან ერთად ქირით ცხოვრება. აბა დაფიქრდი. აღარ მოგიწევს მგზავრობა, აღარ საცობებში გაიჭედები. საყვარელი ოჯახიც აღარ გაგიკონტროლებს ყოველ ნაბის. ყველაზე მაგარი კი ისაა, რომ ერთად ვიცხოვრებ. ხომ არ გავიწყდება, რომ შენზე ბევრად ნაკლები ხელფასი მოქვს. დეივ, ცოტაც მოითმინე და შენს დაგაწინაურებენ. ხო, მაგრამ მანამდე რა ვქნა? რაღაცთან ხომ გაქვს გადანახული? კი, მაქვს. ჯერ ჩემებს დაველაპარაკები და მერე გეტყვი. მისმინე და ჯექი. პირდაპირ გეტყვი. არნომ ჩემი ხათრით ეს ოთახი თავისი შეყვარებული ძმის მაგივრად შენ დაგითმო. ახლავე უნდა დათანხმდე, თორემ კვირის ბოლოსკენ გვიანი იქნება. მომხედე, უკვე 21 წლის ხარ. მთელი ცხოვრება მშობლებთან ვერ იქნები. დროა ბუდე დატოვო. ფრთები გაშალო და გაინავარდო. მართალი ხარ, ეგრე იყოს. თანახმობა. მაგარია, ახლავე არნოს დაურეკავ. არნო, მე ვარ. ხო, ძმაო, დევიდი თანახმაა. ამ საღამოს? კაი, კაფეში. კარგი იგნახავთ. მოგვარებულია. დღეს საღამოს შევხვდეთ, ლუდი დავლიო და მოვილაპარაკეთ. დღეს ვერა, კრებაზე დავალება მაქვს. თან ბოლომდე არ დამიწერია. სხვა ვერ შევცვლის? აუ, მე რამდენად? დიდი ამბავი, სხვას მოძებნიან. მე არ მივდივარ ხოლმე. მაგას ვერ ვიზა. კარგი რა, ამერთხელაც. კარგი. გამარჯობა ძმაო, დეივიდი ვარ. კარგად, შენ ძმაო? სამსახურში რაღაც გამომიჩნდა და ვერ მოვდივარ. დიდი ბოდიში. იმედია რომელიმე ძმას ნახავთ, რომ შემცვალოს. ვიცი.
ვიცი, ბოდიში. მადლობა. კარგად. გამარჯობა შვილო. მა როგორ შემაშინე? არ გძინავს? არ მეგონა გვიანობამდე თუ იმუშავებდი. როგორც მახსოვს დღეს კრებაზე დავალებით უნდა გამოსულიყავი. მაპატიე. მე უნდა გამიფრთხილებინე. სამსახურში რაღაც გამომიჩნდა. ყველაფერი ერთმანეთს აეწყო. შვილო. მოდი ვილაპარაკოთ. გთხოვ, ჩამოჯექი 2 წუთით. მე და დედა შენი ძალიან ნერვიულობთ შენზე. კრებები გიცდება, მსახურებაც. ოჯახურ თაყვანისცემასაც არ ისწრები. ამან სისტემატური სახე მიიღო. ვიცი, მა, სანამ სასწრაფო პროექტს არ დავამთავრებთ, ალბათ ასე იქნება. მე რა იქნება? ამ პროექტს ხომ სხვა მოყვება. ადრე მეც დიდ კომპანიაში მუშაობდი. ვიცი, რაც მეც მუშაობ, მეც გთხოვენ. სადღაც ხომ უნდა გაავლო ზღვარი. ერთად რომ მუშაობდით, სასწრაფო პროექტები ჩვენც გქონდა. გვიანობამდე ჩვენც ხომ მუშაობდით. მართალი ხარ. მაგრამ ეს იშვიათად იყო და თეოკრატიულ საქმეებში ხელს არ გვიშლიდა. ბიზნესისთვის ყოველთვის თავისი ადგილი მაქვს მიჩენილი. კი, მამა, ასეა. ჩვენთვის ყოველთვის სამაგალითო იყავი. რას ფიქრობ, ისევ ჩვენს ფირმას რომ დაუბრუნდე? ძველ ფორმაში ჩადგები. ხელფასაც მოგიმატებ. არ შემიძლია. დიდი ბოდიში, მა. ეს საქმე შენ და ჯეიმს მოგწონთ, მაგრამ საჩემო არ არის. მე მართლა მომწონს, სადაც ვარ. თანამშრომლებიც პატივს მცემენ. მე მართლა მიყვარს ჩემი სამუშაო. ღირს ამ სამუშაოს გამო იეჰოვასთან ურთიერთობის გაფუჭება. რა თქმა უნდა, არა, მაგრამ არ მიფუჭდება. ბიბლიაში ბევრი მაგალითია, ვისაც თავიდან ასე ეგონა. მაგრამ მე ყველაფერი შეიცვალა თანდათანობით. არ ამგონია იქ მე მეხებოდეს. მოდი რაღაცას გაჩვენებ, დეივიდ. იქნებ ეს დაგეხმაროს. წაიკითხე ებრაელების 2:1. ებრაელების 2:1. ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მოსმენილს, რათა გზას არ ავწდეთ. მერე ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ გზას არ ავწდეთ და ჩვენი რწმენა ხომალდივით არ დაიმსხვეს. ზოგჯერ შეიძლება სხვებმა მიგვითითონ, რომ სწორი გზიდან გადავდივართ. მიმთითებელი ბევრი მყავს. შენ, დედა, ჯეიმზი, უხუცესები. რომელი ერთი ჩამოვთვალო? მისმინე, მა. შენ ზრუნვას ვაფასებ. რაღაც მინდა გითხრა. რა უნდა მითხრა? სხვაგან ვაპირებ გადასვლას. რა? სად? ელის ბიძაშვილთან არნოსთან ქალაქში ბინა აქვს. აქ ცხოვრება რატომ არ გინდა? მეტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა მინდა. თავისუფლება და დამოუკიდებლობა ვისგან? ო, კაი, რამა, ისევ დავიწყო. თავისულ დაკითხვაზე მგონია. სად მიდიხარ? ვისთან მიდიხარ? რა ფილმს უნდა უყურო? ეს ცუდი საზოგადოებაა. ინტერნეტი მისაღებში უნდა გამოიყენო. როცა არაფერს მეუბნები, მაშინაც ვიცი რის თქმა გინდა. ძალიან მზღუდავთ. დეივიდ, ხომ იცი ჩვენ ბიბლიური პრინციპებით ვცხოვრობთ?
ისინი კი არ გუზღუდავს. გვიცავს. მე მინდა ჩემი თავის ბატონ პატრონი მხოლოდ მე ვიყო. ყველა ჩვენი თავისთვის არ ვაბარებთ ღმერთს ანგარიშს. მართალია. ხო და მე მინდა თვითონ მივიღო გადაწყვეტილებები. რა არ შეიძლება? როგორ არა? თუ იცი როგორ მიიღო სწორი გადაწყვეტილებები? ჯონ, რა ხდება? ხომ მშვიდობაა? უბრალოდ ვლაპარაკობთ. დეივიდს ქალაქში უნდა გადასულა. ელისა და მისი ბიძაშვილი არნოს ბინაში. რაო? ქალაქში რა გინდა? დედა, ახლა ყველაფერს თავიდან მომაყოლებ. სამსახურთან ახლოს ვიქნები და მოდი ამით დავამთავროთ. არ მესმის. აქ არაფერი გაკლია. ფულიც გეზოგება და საყვარელ ადამიანებთან ცხოვრობ. საქმეც ეგ არის, რომ ეგ სიყვარული უკვე მახრჩობს. საიდან მოიტანე? საიდან და იქიდან. ეს ოჯახი ამის კარგი მაგალითია. მაგრამ რომელ კრებაზე ივლი? დე, ჯერ ეგ არ ვიცი. მამა შენი ქალაქში ძმებს იცნობს და ვინმეს დაურეკავს. არა, არ არის საჭირო. ამას მე თვითონ მივხედავ, როცა მოვიცლი. როცა მოიცლი? დეივიდ, ამაზე პირველ რიგში უნდა იფიქრო. დე, გთხოვ რა. როგორ გადაიხდი ქალაქში ბინის ქირას? რახან მკითხე გეტყვი. ჩემთვის გადადებული თანხის მოხსნა მინდა ანგარიშიდან. ამ თანხას ხო პიონერობისთვის გიგროვებდი? ეგ ფული ხომ ჩემია? თუ ისიც უნდა მიკარნახოთ, რაში უნდა გამოვიყენო? დეივიდ! თავი დაანებე. ეგ შენი ფულია. მადლობა. ასე. კიდევ რა თავსატეხი გაუჩინე ოჯახს, სამიკო? შენი საქმე არ არის, ჯეიმს. ბოდიში, მაგრამ ყველაფერი გავიგონე. ესე იგი ელის ბიძაშვილთან, არნოსთან გადადიხარ. საინტერესოა ახლა რომელი გოგო ხავს სახლში. მოიცა არნო არ არის მოწმე. მართალს ამბობს? ეგ ჩემთვის არ გითქვამს. მაგას თქვენთვის კიდევ ბევრი რამე არ უთქვამს. შენ და შენი ჭკუის დამრიგებელი ნამდვილად გაუგებთ ამ ქვეყნიერებას გემოს. დეივიდ, რატომ იგდებ თავს საფრთხეში? გინდა ხიფაც გადაიყარო? როგორმე მივხედავ ჩემ თავს. ისევ გვიანობამდე იყავი ოფისში, ჰა? სასაცილოა შენი თემა დღეს შენ მაგივრად რომ გავაკეთე. სულიერის პირველ ადგილზე დაყენებაზე იყო. შემეშვი ჯეიმს. ეგ სასაცილო კი არა, მე ვიტყოდი, ასეც უნდა მომხდარიყო. იეჰოვა მიცოდა რომ ამ თემით შენ არ უნდა გამოსულიყო. გეყოთ ორივეს. დეივიდ, რა დაგემართა? აი ხედავთ. აი ამდენი ხანი. ზუსტად ამას გიხსნიდით. ხელში ამომივიდა თქვენი კონტროლი და დაკითხვები. იქ ვიცხოვრებ, სადაც მინდა და ვისთანაც მინდა. ჩემ თავს მე თვითონ მივხედავ. გაუშვი, თავში გვაუხლია. ყველაფერი თავისავს დააბრალოს. ჯონ, ეს რა დაგვემართა? მეზობელო, ჰეი, მოდი მოგეხმარო. მადლობა, ვარგი მანქანაშიც მაქვს. თან გონით სულ ადგილას გავაჩერე. აბა რა სიტყვი? მაგარია, ხო? ო, დევიდ, გაუმარჯოს. მოდი, თავისუფლად იგრძენი თავი. მადლობა. აჰა. პირველი თვის კიდე. მაგარია. აუ, არა. წამოწმაო აქაურობას გაჩვენებ. აქეთ სამზარეულოა. აი არნოს გოგო ჯესიკა. ჯესიკა, ეს დევიდია. ახალი მეზობელი? გამარჯობა. გამარჯობა, სასიამოვნოა. ჩემთვისაც. დალეულუც. არა, მადლობა. კარგი. თქვენ იცით. აბაზანა აქა გვაქვს. ეს არნოს ოთახია. მოიცა. ჯესიკაც აქ ცხოვრობს? არა, უბრალოდ ხშირად რჩება აქ. მაგარი გოგოა რა. ეს ჩემი ოთახია.
კარგია. ჯერ დასალაგებელია. და ბოლოს ყურადღებით იყავი. მოემზადე. შენი ოთახი. მოგწონს? რა ლუქსი შემხვდა? თან რა ხედით? რა მუხფერებში ხედავ ყველაფერს? დააფასე რაც გაქვს. ეს ხომ შენია. ნუ წუწუნებ რა. ეგ ჩემ ჯიბეს კითხე რატომ წუწუნებ? არა უშავს. ესეც მოგვარდება. აუ, მანქანა. წამო. არნოს უთხარი და იქით კვირაში ჩვენი გადმოსვლა აღვნიშნოთ. არ მჯერა. $115 მანქანის გაჩერებისთვის. აბა ნახე, გამოგიგზავნე. ჩვენი სტუმრების სია. ახლა მხოლოდ უნდა გადავხედოთ. კიდევ რა მნიშვნელობა აქვს რამდენ შეავლობს? შენ უკეთეს იმსახურებ. შენ ადგილას მე მაგას კარგა ხნის წინ მოვუხაზავდი. ეგ არ გაგიჭირდებოდა. სასაცილოა. ნახე ტეილო, რატომ არის ჩვენი გუნდი ასეთი ძლიერი? აი ერთგული თანამშრომლები შესვენებაზეც არისვენებენ. აბა რა ამბავში ხართ? პატარა წვეულებას ვაწყობთ შემდეგ კვირას და ჩვენ სიაში რამდენიმე ლამაზი გოგოსთვისაც გვაქვს ადგილი. დაახლოებით 70-ისთვის. მაშინ მეც ჩამწერეთ. შემდეგ კვირას თქვი? კვირა მგონი უკვე დაგეგმილი მაქვს. მოვიფიქრებ და გეტყვი. კარგი რა, დაანებე მაგვიც თავი. მართალი ხარ. ჯობია კარგად გავერთო და დავლიო. ეს მომწონს. ნუ გეშინია სასმელი არ მოგვაკლდება. ჩაწერე. არის უფროსო. რაო ფილიპს. კეიპოპ. ბევრი უნდა დალიოთ, ჰა? ოუილ, სია შევსებული გვაქვს, თორემ შენს დაგპატიჟებდით. არა მგონია. ხო, მართლა. წინა კვირას შენმა ძმაკაცმა მითხრა, რომ იეჰოვას მოწმეები ხართ. მერე? საინტერესოა, არასდროს გითხოვს. იცი, ჩემს სულს ერთი მოწმე აკითხავს სახლში და ბიბლიაზე ელაპარაკება. შესანიშნავია. ვერ გეტყვი რომ ვეთანხმები, მაგრამ რაც იეჰოვას მოწმეებზე ვიცი და რასაც შენ აკეთებ. განსხვავებულია ერთმანეთისგან, თანაც ძალიან. ამის თქმა მინდოდა. რაღაც უცნაურად ილაპარაკა თუ მომეჩვენა? არა, არ მოგეჩვენა. ეგ ვერ არის კარგად. ამას წინათ მითხარი იეჰოვას მოწმე ვარო. ხო, ასეა. სამუშაოს დროს რელიგიაზე ნუ ვილაპარაკებთ. ნუ სულელობ, ახლა შესვენებაა. მეზობლები მყავდა იეჰოვას მიმდევრები. კარგი ხალხი იყო, მაგრამ არ გეწყინოთ. ძალიან იყვნენ გადავარდნილები. ისე ცხოვრობენ როგორც წამთ. თქვენ რა გწამთ? ჩვენ გვწამს, რომ ღმერთს იეჰოვა ჰქვია. მისი ძე იესო ქრისტეა, რომ ადამიანები გასრულყოფილდებიან და მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში დედამიწაზე და მკვდრები აღდგებიან. ეს მოკლედ გითხარით. აუ, რამდენი რამეა. ბავშვობაში ეკლესიაში დავდიოდი, მაგრამ საერთოდ არაფერი მახსოვს. თუ არ ვწდები, თქვენ დაბადების დღეებს არ აღნიშნავთ. ხო, ასეა. რატომ არ აღნიშნავთ? სხვებს თუ უნდათ აღნიშნონ, მაგრამ ჩვენ არ აღნიშნავთ. წარმართული წარმოშობა აქვს და ბიბლია დადებითად არ გვიხასიათებს. შარშან შენ რომ მოგიწყვეთ, არაფერი გითქვამს? ამებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ეგ სინდისის საქმეა. დროა სამუშაოს დაუბრუნდეთ. მოიცა. თქვენს რელიგიაში ხალხს არ სჯიან? არის რაღაცეები, რასაც ბიბლია განსჯის. თუ გამოგიჭირეს ლექციას წაგიკითხავენ. იტყვი რომ მეც აღარ იზამ. წრემლებს ჩამოყრი და ეგ არის. ყველგან მასე არ არის. როგორც ეს ამბობს, მთლად მასე არ არის. თუ ვინმე სერიოზულ ცოდვას ჩაიდენს, მაგრამ აღიარებს, მოინანიებს და აღარ გაიმეორებს, კრებაში რაღაც უფლებები ჩამოერთმევა. მაგრამ თუ არ მოინანიებს, ან თუ იმავეს აკეთებს, მაშინ შეიძლება გაირიცხოს. ესე იგი გააპანღურებენ. მასე არაა. ასეთები მოდიან კრებაზე, მაგრამ სხვებთან ურთიერთობის უფლება არ აქვს. მართლა? აუ, რა სიმკაცრე ყოფილა. მეც მასე ვფიქრობ. ერთი შეხედვით ასეა. მაგრამ ეს კრების წევრებს იცავს და ცოდვილს ეხმარება. თავი დაანებოს ცუდის კეთებას. მის დაბრუნებას კრებაში ყველა სიხარულით ხვდება. აუ, მე თქვენ სარწმუნოებაში დიდხანს ვერ დავრჩებოდი. ხო, ეგ ყველასთვის არ არის. კარგი ბავშვებო, დროა ვიმუშაოთ. დევი, ბევრი საქმე გვაქვს. ნახოთ საკონფერენციო ოთახი თუ აღია. კარგი. აბა რაშია საქმე? რას ატყდი?
რა? რას დაიწყე ლაპარაკი გარიცხვებზე, დაბადების დღეებზე? მე არ დამიწყია, იმათ დაიწყეს. პარემ თოვლის ბაბუაზე და საღდგომო კვერცხებზეც გეთქვა რამე. შემეკითხნენ და აბა რა უნდა მექნა? შეგეცვალა თემა, შენი რწმენა სხვებს თავზე არ უნდა მოახვიო. თავს არავის ვახვევ. მისმინე, სამსახურში რელიგიაზე ლაპარაკი არ გვინდა. ზოგთან მაგაზე ლაპარაკი ნამდვილი მარაზმია. ვინ ზოგთან? ყველასთან, თუნდაც უილ პარსონსთან. რა საჭირო იყო მაგასთან ლაპარაკი? რა მოხდა? კარგი ბიჭი მომეჩვენა. კომპიუტერს მიკეთებდა. გარეგნობა მატყუ არაა. კარგი. რაც იყო. სხვა დროს კარგი იქნება თუ ჩვენს წმენას ჩვენთვის შევინახავთ. ოდიში ცოტა ზედმეტი მომივიდა. აქ მაგარი წნეხის ქვეშ ვარ. ისევ მეგობრები ვართ? ხო, ვართ. სამუშაოს დაუბრუნდეთ. დაგვიანებაზე ნუ ინერვიულებ. 11-მდე მაინც არ დავიწყებ. დროს კარგად გავატარებთ. კარგია. აჰა საყვარელო, დალიე ჩაი, დაგამშვიდებს. მადლობა. უკვე 2 კვირაა გასული. ძალიან განვიცდი. ხომ არ დაგვერეკა? დაურეკე, მაგრამ ხმოვანი შეტყობინება მივიღე. ჩემი აზრით, ცოტა ხანს უნდა ვაცალოთ. ჩვენს შვილს ვიცნობ. როგორ მოიქცა ბოლოს? ეს უცაბედი აფეთქება. 6 თვის წინ ასეთი არ იყო. ალბათ ჯეიმზი მართალს ამბობს ელზე. მაგას რა მნიშვნელობა აქვს? დეივიდი უკვე დიდია. ის ჩვენთან აღარ არის. და როგორც უნდა ისე ცხოვრობს. წეღან იგავების 22-6 ვკითხულობდი. ისი აღზარდე შვილი რომ სწორი გზით იაროს. ის სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას. ჯონ, ნუ თუ რამე დავაკელით ჩვენს შვილებს. შეიძლება, მაგრამ ჩვენი მაგალითით ყოველთვის ვასწავლიდით სულიერი საქმეები პირველ ადგილზე დაეყენებინათ. ყოველთვის გახსნილები ვიყავით მათთან, უსმენდით. ერთად ვატარებდით შესწავლას და ერთად ვისვენებდით. სიყვარულს არ ვაკლებდით. და იცი კიდევ რა, მათ ყავთ ყველაზე მოსიყვარული და მზრუნველი დედა მსოფლიოში. ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ. ახლა დეივიდი უკვე დიდია და თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა უნდა. დიზაინის განყოფილებამ გუშინ საღამოს დაამთავრა ბოლო 3 ვარიანტი. კრეატიული განყოფილება კი ამ ვარიანტებს ამუშავებს. ეს რაც შეეხება ჩვენს გუნდს. დათქმულ დროში ვეტევით. გმადლობთ ვივიან. ყველას მადლობა ანგარიშისთვის. ხალხნო, ამ 2 თვეში დიდი საქმე გააკეთეთ. მაგრამ
ახლა თვალი გავუსწოროთ რეალობას. საქმე თავზე საყრელი გვაქვს და შეიძლება ვადაში ვერ ჩავეტიოთ. მობილიზება გვჭირდება. გახსოვდეთ, თქვენი შრომა დაჯილდოვდება. ასე რომ ტემპი არ შევანელოთ და ვაჩვენოთ ჩვენს ბოსებს რა შეგვიძლია. არ მაინტერესებს. ეს ვადებში უნდა გავაკეთოთ. ის ყველაზე მსხვილი კლიენტია. მან მზად უნდა იყოს. ბოდიში. მთელი ღამით რომ დაგჭირდეს, უნდა დაამთავრო. Hi, Viv. დილა მშვიდობის, დეივიდ. როგორ ჩაიარა კონცერტმა? მაგარი იყო. კარგი იყო ყველაფერი, სანამ ერთ გული არაერია და არ დამსვარა. საშინელებაა, მიიღე წერილი. კი, მივიღე. რა ხდება? კარგი ამბებია. ხვალისთვის მოემზადე. ხვალ-ყოველას თავის გამოჩენა მოგვიწევს. მართლა? დიხოცები ესელს წაუღერა. კარგი. ტეილორი ხომ არ გინახავს? შაბათს დამირეკა და მითხრა, რომ ორ შაბათს და სამ შაბათს ჩვეულებას იღებს. კარგი, მადლობა. გასაგებია. კი ბატონო. მზად მექნება. ჩათვალე გაკეთებულია. აბაჰე. ძმაო, მიიღე წერილი. ხო, ნახოთ რა იქნება. მაშ, ასეთი ვიზიტები ყოველდღე კი არ გვაქვს. ამბობენ, რომ უფროსობა გაუგნებულია ჩვენი მუშაობით. მერე ჩვენ რა? ჩემი აზრით, ბიუჯეტს გაგვიზრდიან და პრემიები არ აღწდება. მოიცა, მეც მეხება ეგ. აბა რა, შეიძლება დაგაწინაურონ კიდეც. ისე კარგი კი იქნებოდა. საკრედიტო ბარათზე დავალიანება მაქვს. ო, ნუ ღელავ. შენი თასი პირთამდე აივსება. 100 არ წერია ბიბლიაში. იცოდი რომ ტეილორს დღეს დახვალ შვებულება აქვს. ვიცოდი. ეთყობა ისევ მოთაფლა თავისმა ექს შეყვარებულმა. ხო.
აუ, მოდი რა. აბა რა გეგონა, მაგას ყავის მან და ფლირტი ეყოფოდა? რა პრეტენზია გაქვს? სერიოზული ურთიერთობისთვის მზად ჯერ არ და ვარ. ვინ გეუბნება ამას? უბრალოდ გაერთე რა, მაგას ქვია სამსახურებრივი რომანი. აი ეს ვივსაუღე. უთხარი რომ გადასარევია. გამაგრდი, ხვალ საინტერესო ამბები გველის. კარგი. გამარჯობა დევიდ ბარკერი. გისმენთ მისტერ ბენსონ. დიახ სერ, ახლავე შემოვალ. დიახ, გმადლობთ. შეიძლება სერ. დეივიდ, ჩამოჯექი. შენ ძალიან კარგი თანამშრომელი ხარ. გამოცდილება არ გქონდა, მაგრამ სიამოვნებით გაკვირდებოდი, რა სწრაფად ითვისებდი ყველაფერს. ჩემი აზრით, წინ დიდი მომავალი გელის. არ ვაზვიადებ. გმადლობთ სერ, მადლობელი ვარ. ამიტომაც მიჭირს ჩვენთვის ამის თქმა. ახლახან გავიგე ჩვენი სათაო ოფისისგან, რომ თანხები სხვა ფილიალსაც უნდა გადაურიცხონ. სხვა გზა არ მაქვს, კადრები უნდა შევამცირო. ძალიან მწუხვარ. მაგრამ უნდა გაგიშვა. რა? არ მისმის. ვიცი, ეს ადვილი არ არის. როდის? ჩვენ კაცრი შინაგანაწესი გვაქვს. გადაწყვეტილება ეგრევე შედის ცალაში. აქ ახალი მოსული ხარ, მაგრამ შემიძლია 2 კვირის თანხა მოგცე. 2 კვირის? მისმინე, თუ მომავალში რამე გამოჩნდება, გაგითვალისწინებ. ჩემი რეკომენდაციის იმედი გქონდეს. რა მოხდა? რა დავაშავე? აზრზე არ ვარ, ამას არც მე მოველოდი. ამ ხნის მანძილზე თავს ვაკლავდი სამუშაოს. ამ კომპანიას მთელი ცხოვრება მიუძღვენი. კარგი, დეივ, სხვა სამსახურს გიშვები, სხვაგანაც მყავს ხალხი. ამ კრიზისის დროს შაყირო? აღარ მჯერა. კაი, დაწნარდი. შენ რა გიჭირს? სამსახური გაქვს. ფული არ გაკლია. უკვე $5,000 მაქვს ვალი. წინა თვეში მანქანის დაზღვევის ფულიც კი ვერ გადავიხადე. დაწინაურების იმედი მქონდა და არა გაგდების. დამშვიდდი, დაგეხმარები. შემიძლია პრემიიდან ფული გასესხო. პრემია აიღე? თან ხომ არ დაგაწინაურეს? გისმენთ? კი, აქ არის. დიახ, სერ. დიახ, როგორც კი მომახერხებ გამოგიტანთ. კარგი. მისმინე, მაინც ანგარიში უნდა გაუტანო. საღამოს დავლიოთ რამე. წავიდე? ბოდიში ძმაო, წესია ასეთი. მისტერ ბარკერ, წაუბრძანდით თქვენს მაგიდასთან.
არ წამოგხსდეს რომ უმუშევარი ხარ. თქვი რომ სხვა სამუშაოს ელოდები. სანერვიულო არაფერია. სხვა კომპანიებში მეგობრები მყავს. როგორც კი დრო გამომიჩნდება დავრეკავ. დრო? ბიჭო, მე სადგელოდო. გეყო ახლა, ცოტა მოითმინე. მე ვენდე რაღაცას ვიშოვე. შენ გენდო? რომ გენდე, იმიტომაც ვარ ამ დღეში. ვაა, მოეშვი მეგობარო. დაგავიწყდა? მე არ მოგაწყვი სამსახურში. წავიდეთ სახლში, კარგი? ჩემ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება. შენ რა შუაში ხარ? გეხვეწები გაჩუმდი რა. ვერ ვატარებ. მეტროთი წავიდეთ. დილით წამოვიყვან. რა დროს მეტროა? გაგშდი? მაშინ ტაქსით წავიდეთ. ტაქსით? ერთი ჭიქა ლუდი ვერ გიყიდია. ტაქსისთვის მეყოფა, ვერ ვატარებ. კარგი, მაშინ მე ვატარებ. ნუ სულელო. მომეცი გასაღები. შენ ერთი ჭიქაც ყოფნის. დედა ჩემივით ლაპარაკობ. ჩაჯექი მანქანაში. ბიჭო, წითელზე გაიარე. ახალი ანთებული იყო. მანქანები საერთოდ არ იყო. რა გამიწყალე გული. ეს რა გვაკლდა, როგორ მოახერხე? გითხარი მეტროთი წავიდეთ მეთქი. რასაკეთე? რატომ უმატებ სიჩქარეს? შორს არიან, მოვიშორეთ. სულ გააფრინე? მართვის მოწმობა მივწიაბა. გასაღები რომ გამომგლეჯე, მაშინ უნდა გეფიქრა. ხوار გაგიჟდი, რასაკეთე? გააჩერე სადმე. ეს მანქანა მეც ვერ გაჩავს. შეანელე. ოკეტე, რა ხელს მიშლი? რა, გინდა დავიხოცოთ. რასაკეთე? რა უყავი ჩემს მანქანას? მანქანას მე გაგიკეთებ, გავიქცეთ. გავიქცეთ? ნომრებით გაიგებენ რომ ჩემია. იწვი რომ მოგპარეს. მაგას არ ვიზა. ჩქარა, წავედით. ხელები მაღლა. დაწექი მეთქი. დროზე. მანქანაში ამოწმე. ვამოწმე. მაჩვენე ხელები. მანქანა цаრიელია. ხელები უკან. მარჯვენა.
პარკერ. კამერებმა დაადასტურა თქვენი ჩვენება. შენი ძმაკაცი დაკავებულია. ალო, ტეილო. დეივიდი ვარ. გისმენთ? მე ვარ, დეივიდი. ვერ ვიჯერე, ბელმა ეს როგორ გააკეთა? რაზე ფიქრობდა საერთოდ? არ ვიცი. ასეთი არასდროს მინახავს. ნუ გეშინია, კარგად უკეთ საიყვანს და თავს დაიწვრეს. ხო, მაგის იმედი მაქვს. რაღაცას მოიფიქრებს. აბა რისელია. ხო. შენ რას აპირებ? პირველ რიგში სამუშაოს მოვძებნი. ნებისმიერს. სხვა რამეზე ჯერ არ მიფიქრია. შენ ნიჭიერი, პატიოსანი და მშრომელი ბიჭი ხარ. რაღაცა გამოჩნდება, ვიცი. არი დარდო. მადლობა. მე და მეც მასე ვიყო დარწმუნებული. ტეილორ, მადლობა, ტანსაცმელი რომ გამიშრე და შემიფარე. არაფერს. მადლობა ყველაფრისთვის. გვიანია. უნდა წავიდე. გაგიჟდი? სად უნდა წახვიდი ამ თავსხმაში? გაილუმპები. სანამ არ გადაიღებს იყავი. შეიძლება არ გადაიღოს. წავალ. მოიცა. შეგიძლია ტახტზე დაიძინო. ასე სად წახვალ? შენ რა, ჩემ მაგიურად გადაწყვიტე? დიახ, თან ეს ღვინოც დასამთავრებელი გვაქვს. ფრთხილად? მადლობა. შენ რა, გინდა სახლში ყოფილი პატიმარი დატოვო? უფულო, უმუშევარი, უმანქანო და ნაციხარი. თანაც სერიოზული მოთვალთვალე. ოი. ეგ როგორ დამავიწყდა? ცოტა არ გამიგო დეივი. ესეც შევიტანო ჩემს რეზიუმეში. ხო, რა თქმა უნდა. ჩათვალე რომ შეტანილია. ისე ხუმრობის გარეშე მომინატრება შენთან მუშაობა. მეც მომენატრება. მაგრამ ხომ შეგვიძლია შევხვდეთ ხოლმე? ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ მაინც ვნახავთ ერთმანეთს. დეივიდ. გთხოვ ამაღა მაგდარჩი.
იეჰოვა. გთხოვ, მაპატიე. შეგიძლია რომ მაპატიო. რაც მენაშემ გააკეთა, წარმოუდგენელი იყო. მაგრამ ეშველებოდა რამე? როგორ ფიქრობთ? იყო იმედი? წავიკითხოთ მეორე მატიანეს 33:12. და როცა გაუჭირდა, გული მოულბო იეჰოვას, თავის ღმერთს. იეჰოვა მაპატია მენაშეს. ჩვენ რა ვსწავლობთ აქედან? ვსწავლობთ იმას, რომ როცა ადამიანი სწოდავს, თუნდაც სერიოზულად, მაგრამ გულწრფელად ინანიებს, თავს ანებებს ცუდის კეთებას და ცდილობს სწორად მოიქცეს, ის აღარ ითვლება დაკარგულად. ის არ არის დაღუპული. ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი იეჰოვა მიუტევებს და შეიწყალებს მას. ხო საღამოსთვის გამოიარებს, ამიტომ ქოლგები არ დაგჭირდებათ. მოიმარჯვებს მზის სათვალეები. სპორტული მიმოხილვის შემდეგ დაწვრილებით გაგაცნობთ ამინდის პროგნოზს. ჩვენ ისე როგორც ჩანს, ხვალას მთელი დღე სახლში მოგვიწევს მუშაობა. წამოდავიძინოთ. ჯონ, არ დაგავიწყდეს, ხვალ დიდით ნაგავზე მოვლენ. კარგი. დეივიდ! რა კარგია რომ დაბრუნდი, შვილო. როგორ მოგვენატრე? მაპატიე, მამა. შეიძლება დაბრუნდე სახლში. როგორ ახარ? რა ვიცი. ცოტა ნერვიულობ. იცი იმა, ძალიან განვიცდი. იეჰოვას სახელი რომ შევარცხვინე. შვილო, თუ შენი გული მსჯავრს გდებს, გახსოვდეს, რას ამბობს ბიბლია, რომ ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია. ჩვენ ვემსახურებით მოსიყვარულე და მოწყალე ღმერთს. ვიცი. მაგრამ მამი, რომ გავირიცხო. ისედაც როგორ გატკინე ჩემ და დედას გული. რომს გაირიცხო, გაუმკლავდებით. დეივიდ, ეს ძმები გულწრფელად ზრუნავენ შენზე. ასე რომ, რასაც გადაწყვეტენ,
იცოდე რომ ეს იეჰოვას სიყვარულის ნიშანი იქნება. მადლობა, მა. მადლობა. მე აქ დაგელოდები. კარგი. მადლობა. ბედნიერი ვარ, რომ ისევ იეჰოვას სახლში ვარ. Tisacheli ყველას ვამსვლოდ ყველგან ვიმსახუროთ თავდადებით ეს შეგვანარჩუნებინებს სიხარულს მეფის ერთგულები დავრჩებით. Hey James, გატყობთ კარგ ხასიათზე. რამე კარგი ხდება? სახურებიდან რომ მოვდიოდით, გადავწყვიტეთ შენი ძმის დაბრუნების აღსანიშნავად მეგობრები მოგვეწვია. დღეს დეივიდის საყვარელი საჭმელი გვექნება. შემწვარი ხორცი, კარტოფილი და ვაშლის ნამცხვარი. ო, ჯონ, ნაღების ყიდვა დამავიწყდა. ჯეიმს, შეგიძლია გაიქცე და მოიტანო. თქვენ რა ხუმრობთ? მა, ახლა ძმა ჰარპერს ველაპარაკე და მითხრა რომ მოვლენ. შენი ნაღები შენ თვითონ მოიტანე. სად მიდიხარ? არ ვიცი. ალბათ მეგობართან. ცოტა ხანი აქაურობას უნდა მოვშორდე. ო, მესმის. იცი მა, ერთი რამ არ მესმის. ჩვენს ბიზნესს არ ვღალატობ. იეჰოვას ერთგული ვარ. ვცდილობ არაფერი შემეშალოს. მაგრამ სიმღერით არავინ მხვდება და წვეულებასაც არავინ მიწყობს. შვილო. გთხოვ, მოდი ვილაპარაკოთ. შენ სულ ჩვენთან ხარ. ერთგული ხარ. მე და დედა შენს ძალიან გვიყვარხარ და ვამაყობთ შენით. მართალი ხარ, შენმა ძმამ ბევრი შეცდომა დაუშვა და შედეგსაც იმკის, მაგრამ ახლა დაგვიბრუნდა. ეს რაქნა მთელი ფული გაფლანგა. კაცმა არ იცის რას აკეთებდა. შენ კი ჩვეულებრივად მიიღე. მაგრამ ხომ მოინანია და შეგონებაც მიიღო. და ეს იმის მერე, რაც მითხრა და გააკეთა. ვაფრთხილებდი, ბევრს ვემუდარებოდი და ძაღლად არ ჩამაგდო. მაგის არ მჯერა. ვიცი, გული გატკინა. შენი ძმა სულიერად მკვდარი იყო და გაცოცხლდა. ახლა ყველაზე მეტად სჭირდება შენი გვერდში დგომა. შვილო, იქნებ როგორ მეაპატიო და მიიღო. ვიცი რომ უნდა ვაპატიო. მაგრამ ახლა ამისთვის მზად არ ვარ. მაპატიე. გადაიღე, მადლობა. რომ იცოდე ეს დეივიდის საყვარელი საჭმელია. კიდევ კარგია, ჯერ შეგადაიღე. მე კარტოფილი დავიწყებ. დე, მაგარია. მოგაწყვეტლა, როგორ მიდის შესწავლა?
კარგი შეფსავლელი გამოგიჩნდა. აი ბოიდე. კარგად. მართლა? ძალიან კარგი ფილმია დაინტერესებულებისთვის. მშვენიერია. ფილმი რომ ნახა. ფანტასტიკური. ხო, მადლობა. დილამშვიდობისა, შვილო. დილამშვიდობის, დე. რა ადრიანად წამომხტარ ხარ? თან საუზმესაც გვიმზადებ. მინდა დედიკოს და მამიკოს ჩემი სიყვარული დავუმტკიცო. ო, დიდი მადლობა. ვის მადლობა? მე რაში დაგეხმარო? არაფერში. შენ და მამა კრებისთვის მოემზადეთ. დარწმუნებული ხარ? აბსოლუტურად. კარგი, იცოდი ამას მივეჩვევი. ჯეიმს. მოხვედი? შემოვირბინე. რაღაცეები უნდა წავიღო. რაღაც მინდა გითხრა. მაპატიე. გაპატიო? ხო. ბოდიში. შენი ბოდიში ცხებს მოულბეგული. ჩემთან არ გამოგივა. არც ისეთი გულუბრყვილო ვარ. ჯეიმს. გთხოვ, ასე ნუ მეკცევი. შენ როგორ მოიქეცი? მშობლების გამო მაინც ნუ წახვალ, შენ მაინც ნუ ღარ დაუმატებ. ამაზე ადრე უნდა გეფიქრა. ვიცი. ვიცი, ყველაფერი ჩემი ბრალია. ნეტა შემეძლოს ყველაფრის შეცვლა. შენ უკვე ვეღარაფერს შეცვლი. გამატარე. ჯეიმს. დეივიდ. გაიწიე. ჯეიმს. მართალია ბოდიში საქმეს არ შველის. მაგრამ გთხოვ. ერთი წუთით მომისმინე. ვიცი რომ დავაშავე. ეხლა ვხვდები. ყოველთვის ვრუნავდი ჩემზე. ძალიან გიყვარდი. მე კი არ დაგიჯერე და არ მოგისმინე. ბევრ რამეში მართალი იყავი. ახლა გთხოვ. როგორც უფროს ძმას. ვინც ამდენი რამ მასწავლა. ჯეიმს, შენ გარეშე ჩემგან არაფერი გამოვიდოდა. ჯეიმს, ძალიან გთხოვ. აპატიე შენს პატარა ძმას. თუ არ მაპატიებ, ძალიან გამიჭირდება. ბოდიში ძმაო. ბოდიში. ხილა ძმაო, არ დაისვარო. ნუ გეშინია. ახლა მე მივხედავ. შენ წადი მოემზადე. არა უშავს, დრო მაქვს. მოდით, საუზმე მზადა. დიახ, მონახაზი ხვალდილისთვის გვექნება მზად. შევთანხმდით. მოვილაპარაკეთ, შეხვედრამდე. მადლობა, კარგად. საყვარელო, ჩვენი წასვლის მერე იქნებ გამგეობაში დარეკო და უთხრა რომ შემოწმებაზე პარასკევს მოვიდნენ.
აუცილებლად. ედ ბრუსტერს რა უთხრა, შემდეგ კვირაში როდის დაგჭირდება? ერთ-ორ დღეში. მაგრამ მოდი ჯერ ბიჭებს ვკითხოთ რა გეგმები აქვთ. კარგი? ხო. გამოაცვე. კარგი. მამი, გილომშვიდობისადე, მართლა მაგარია. ნეტა ჯონი და მელი დღეს თუ მოიცლიან სათამაშოდ. ხო, დღეს დილით ჯონისთან ერთად ვსახურობ და ვკითხავ. მერე მელს დაურეკავ და თან გავიგებ. მოედანი თავისუფალია თუ არა. დევიდ, რა გეგმები გაქვს მომავალ კვირას? ოთხშაბათს და პარასკევს უნდა ვიმსახურო. სხვა დღეებში ვიმუშავებ. კარგი, შენ ჯეიმს? თუ ორშაბათს ვიმსახურებ, თვის გეგმას შევასრულებ. სამშაბათიდან ვიმუშავებ. გასაგებია. კარგია, ორივეს დახმარება მჭირდება მიჩელების სახლის დასამთავრებლად. მერე კომისიას ველოდები. ესე იგი ამ თვისაათების ნორმა უკვე შეასრულე. რაყო ჩაღიხარ? თავარია დაგეგმო ძმაო. გახვალ დღის, კვირის, თვის დასაწყისში. დაწლის დასაწყისში. ყველა მაგას ამბობს. იმედია მეც გამომივა. ვიცი გამოგივა. დაიწყე პიონერობა. ერთი გუნდი ვიქნებით. ხო, ვიქნებით. ერთი სული მაქვს. ჯეიმს, წაგვიკითხე დღევანდელი მუხლი. დღეს გვაქვს პირველი კორინთელების 13:13. ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული, მაგრამ ამ სამიდან სიყვარული უდიდესია. დღეს როგორ ჩანს სიყვარულზე ვილაპარაკებთ? დევიდ, წაგვიკითხავ კომენტარს. წავიკითხავ. დღეს იეჰოვას ხალხი სიბზნეს ავლენს. ვინაიდან ისრაფის აღმატებული გზისკენ, სიყვარულისკენ. ეს გზა ყველა გზას აღემატება. ყურადღება მიაქციეთ, როგორ განმარტა მოციქულმა პავლემ ეს აზრი. შემდეგ ასეთი დასკვნა გააკეთა. ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული. მაგრამ ამ სამიდან სიყვარული უდიდესია.